მოგესალმებით როპოდიოს მაყურებლებო, ჩვენ გიბრუნდებით მოედის სიუჟეტი. დღეს ვისაუბრებთ მერიტოკრატიაზე. პირველ რიგში რა არის მერიტოკრატია? მერიტოკრატია არის სოციალური სისტემა ან ორგანიზაციული პრინციპი, რომლის თანახმადაც ინდივიდის წინსვლა, დაწინაურება და სოციალური სტატუსი განისაზღვრება მისი ნიჭით, უნარებით, დამსახურებით და მიღწევებით და არა ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სოციალური წარმომავლობა, ოჯახური კავშირები, ქონებრივი მდგომარეობა, პოლიტიკური კუთვნილება ან სხვა პრივილეგიები. მერიტოკრატიის თეორია შანსების თანასწორობის შესაძლებლობას გულისხმობს. ამ კონცეფციის ძირითადი იდეაა, რომ საზოგადოება უკეთ ფუნქციონირებს, როდესაც პოზიციები და შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველაზე კვალიფიციური ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი სოციალური ფონისა. მერიტოკრატია ვეკოას სკოლის მაგალითი. ვეკოას სკოლა შეიძლება ითქვას, რომ ნათელი მაგალითია მერიტოკრატიისა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი კონკურსისაა შესაძლებელი, სადაც ყველა თანაბარ პირობებშია. ერთი კონკურსის შემდეგ კი მხოლოდ ის ხდება სკოლაში, ვინც ბარიერს გადაახავს. აქ ადგილის შენარჩუნებაც არაა მარტივი. ბავშვები ყოველთვიურად წერენ გამოცდებს, რის შემდეგაც თუ წლიურ ქულას ვერ მოაგროვებენ, რაც არის დადგენილი, ტოვებენ სკოლას. მოსწავლეთა თვითმმართველობის და სხვადასხვა კლუბების თავმჯდომარეების არჩევაც მერიტოკრატიის პრინციპებით ხდება. ყოველთვიურად ტარდება არჩევნები, სადაც კანდიდატები წარადგენენ თავიანთ პროგრამას. ამორჩეველი კი ამ წარდგენილი პროგრამების შესაბამისად ირჩევს მათ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება მერიტოკრატიის სკოლის ავტორი ბატონი ალუდა გოგლიჩიძე. ის არის ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორი, ასევე სხვადასხვა წლებში იგი იკავებდა განათლების მინისტრის მოადგილის და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს. მოგესალმებით ბატონ ალუდა, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში, მადლობა მოგბრძანებისთვის. მადლობა თქვენ, მადლობა მასპინძლობისთვის, მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ჩვენ მაყურებლებს ასევე სანამ დავიწყებთ ინტერვიუს განვმარტეთ თუ რა არის მერიტოკრატია, მაგრამ თქვენგანაც დეტალებში უფრო აგვიხსნათ თუ რა არის მერიტოკრატია და რას ემსახურება იგი. პირველ რიგში ვიდრე თქვენ კითხვას უპასუხებ, ჩემი ემოციები მინდა გამოვხატო. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, თქვენთან ვარ და ვარ იმ სკოლის მოსწავლეებთან, სადაც მე 5 წელი გავატარე. მართალია დიდი დრო გავიდა ამის შემდეგ, მაგრამ ეს ემოციები არ ნერვდება. ეხლა რა შეეხება თვითონ თემას, მერიტოკრატიის სკოლის დაფუძნების იდეა, ბუნებრივია ეფუძნება მერიტოკრატიის ფილოსოფიას, ეს არის ერთგვარად აი მარტივი სიტყვებით ვეცდები აღწერო, არა რაღაცა ფორმალური ენით, ეს არის რაღაც თამაშის წესები, როდესაც ჩემი წარმატება, ჩემი აღიარება, ჩემი დაწინაურება ხდება მხოლოდ ჩემი ნიჭის, უნარების, დამსახურების და მიღწევების ხარჯზე. და არა მაგალითად ოჯახური კავშირების, ან ქონებრივი მდგომარეობის, ან პოლიტიკური კუთვნილების და კიდე არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, განმარტებები, რომელთაც ტერმინებია ოლიგარქია, პლუტოკრატია და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი გზავნილი, რომ ადამიანები წარმატებას აღწევენ საკუთარი დამსახურების ხარჯზე. თქვენ ახსენეთ იდეა თუ რაზეც არის დაფუძნებული. როდის გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ ასე ვთქვათ, ეს სკოლა შეგექმნათ და საიდან წამოვიდა იგი? მერიტოკრატიის თემა მე ვფიქრობ, რომ შინაგანად ყოველთვის აქტუალური იყო და ალბათ სკოლის დირექტორიც ამიტომ გავხდი 2007 წელს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ ამ კონტექსტში, ვეკოას სკოლის კონტექსტში, როგორც ილუსტრაცია, როგორც მაგალითი, არა თეორიული მსჯელობა, არამედ პრაქტიკულად არსებობს თუ არა გამოცდილება. და დამერწმუნეთ, ასე ვთქვათ, თქვენი ტელემაყურებლები, მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები და სხვაებიც, მშობლები და საზოგადოებაც აღმოაჩენს, რომ აი რასაც ამ სკოლაში აკეთებენ, თურმე ამას ქვია მერიტოკრატია. ეხლა 2024 წელს მე, ასე ვთქვათ, გამოვედი ინიციატივით მერიტოკრატიისთვის მოძრაობის შექმნის ინიციატივით, ხოლო აი მერიტოკრატიის სკოლას, რომელიც განკუთვნილია მე-7-12 კლასელებისთვის, აი ზუსტად ეხლა ვიწყებთ, მისი მზადება მე დავიწყე რამდენიმე თვეა, რამდენიმე თვის უკან და ეხლა არის აქტიური ფაზა, რომ ასე ვთქვათ, რეალურად შედგეს ჯგუფები და არაფორმალური განათლების კუთხით
სხვადასხვა ნებისმიერ სკოლის მოსავლისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი. ეს არის პატარა ჩვენი ისტორია, მაგრამ პრაქტიკა გამოდის, რომ ბევრად უფრო მრავალწლიანია. სამ სკოლის მაგალითზე განვიხილოთ ამ ყველაფერს, მაგამდე რომ გითხრათ, ანუ მეიტოკრატია ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენი საქართველოსთვის და რისი მიღება და ახლის სწავლა შეგვიძლია მისგან. ძალიან კარგი კითხვაა, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არის მხოლოდ პირადი სარგებლისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის თუ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. სასახად უნდა ვთქვათ, რომ მერიტოკრატიული თამაშის წესების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების და ქვეყნის განვითარება, იმიტომ რომ სხვა სიტყვებით რომ ასე ვთქვათ, შევეცადოთ ამ აზრის გადმოცემას, ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. წარმატება, განვითარება, პროგრესი მოაქვს მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას. ამიტომ საზოგადოების წინსვლა გარდუვალია და ამის გარეშე ნამდვილად შეუძლებელია რომ ჩვენ რამე ასე ვთქვათ უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ. თემა არის რომ ბუნებრივია წარმატებული ინდივიდების გარეშე ვერ იქნება წარმატებული საზოგადოება, მაგრამ იმისათვის რომ ინდივიდიც გახდეს წარმატებული, მას სჭირდება საზოგადოებაში თამაშის წესები. ანუ ეს თამაშის წესები თუ არ არის აღიარებული, ბუნებრივია ურთიერთკავშირშია ინდივიდუალური და საჯარო პროცესები და ამიტომ ჩემი დასაწყისიც ესე ვთქვათ, აი შეიძლება ერთი შეხედვით ახლა ვთქვათ, რომ რატოა მნიშვნელოვანი მე-7 მე-12 კლასელებისთვის მერიტოკრატიის სკოლაში სწავლა. ხო, იმიტომ რომ სასკოლო ასაკიდან ყალიბდება ადამიანი და ის არის თუ არა მზად კონკურენციისთვის, არის თუ არა შრომის ბაზარზე ასე ვთქვათ კონკურენტნარიანობისთვის მზად, აქვს თუ არა წარმოდგენა საკუთარ კარიერაზე, საკუთარ ცხოვრებაზე, როგორ ირჩევს პროფესიას, აქვს თუ არა ლიდერული უნარჩვევები, ემოციური ინტელექტი განვითარებული სათანადოდ თუ არა, აქვს თუ არა პრაქტიკულად პროექტების განხორციელების გამოცდილება, არის ავტონომიური თუ არა, აქვს თვითმმართველობის განცდა, დემოკრატიული ღირებულებები, ეს ყველაფერი ერთად ქმნის კომპლექსს, რომელთანაც შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამოიზრდება და შეიქმნება წარმატებული საზოგადოება. ამიტომ ეს რაც უფრო ადრეული ასაკიდან გავაცნობიერებთ, რომ ეს თამაშის წესები არის ის წინაპირობა, რომ ყველანი ვიყოთ წარმატებულები. თავისთავად ცხადია, მერიტოკრატიას აქვს თავისი გამოწვევები, ეს არ არის იდეალური, როგორც ისევე სამყაროში არაფერი არ არის იდეალური, მაგრამ მისი სიკეთეების გარეშე წინსვლა ვერ ხდება და აქვე მოდით დავაყოლოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას თავისი მემკვიდრეობიდან გამომდინარე ძალიან ძიმე, ასე ვთქვათ, ბარიერები ხვდება ამ თამაშის წესებს და ეს ყველაფერი გადასალახია. ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები აღწერეთ თქვენ და აღნიშნეთ და მაგასთან დაკავშირებით ანუ ალბათ დიდი ალბათობით ახლა უფრო კონკრეტულად თქვენს გვეტყვით თუ რა ისწავლება ამ სკოლაში და დიდი ალბათობით ამ თვისებების ასე ვთქვათ გამოვლინება იქ ხდება და ყველაზე მთავარი რა მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი და რა მეთოდებით შეუძლია ჩვენ მომავალ თაობას უკვე შეისწავლოს ეს ყველაფერი და გამოიყენოს უკვე ეგ ცხოვრებაში. ხო, მოდით მე ახლა რაღაცა დეტალურად ჩამოთვლას არ დავიწყებ პროგრამის. ძირითადად პროგრამა ორიენტირებულია რომ მოზარდმა აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, განევითაროს ის ყველაზე საბაზისო საკვანძო კომპეტენციები და რაც მთავარია პრაქტიკაში აკეთოს რაღაცა საკითხები, რაღაცა თემების ირგვლივ კონდეს პრაქტიკული გამოცდილება. ამიტომ ალბათ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, პიროვნული მახასიათებლებიდან დაწყებული ემოციების მართვა, ასერტიულობა, კომუნიკაციის უნარები, რასაც რბილ უნარებს ეძახიან ხოლმე, მე მივდივართ უკვე გუნდურობასთან, მივდივართ ასე ვთქვათ, პროექტების კეთებასთან და ეგ არის მთავარი კითხვა, როგორ ვაკეთოთ ეს, როგორ ვასწავლოთ, რა ნიშნები გვექნება მერიტოკრატიის სკოლაში? არა, რა თქმა უნდა, არ გვექნება. მერიტოკრატიის სკოლა ძირითადად ორიენტირებულია პორტფოლიოზე, ანუ მოზარდმა უნდა აჩვენოს თავისი პროგრესი და წარმატებები, მიღწევები და რაც მთავარია, ეს არის 9-თვიანი სასწავლო პროგრამა და პროგრამის დასასრულს მოსალმემ უნდა წარმოადგინოს
ფინალური ერთგვარი სადიპლომო ნაშრომი პროექტი. რაც მოიაზრებს, რომ რას აკეთებს შემდეგ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ. თავის სკოლაში ხდება უფრო აქტიური, ერთვება თვითმმართველობის პროცესში, იღებს არჩევნებში მონაწილეობას, აქვს რაიმე კლუბების განხორციელების იდეა და მზაობა. აი ესე რომ ეს ინტერაქტიული მეთოდებით, როლური თამაშებით, დისკუსიებით და რაც მთავარია პროექტული სწავლებით, მოსავლემ უნდა აჩვენოს არა რაღაცა ინფორმაციის მიღების და გააზრების რესურსი, არამედ მისი გამოყენების, შექმნის, ასე ვთქვათ, მან უნდა შექმნას ფაქტურად ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც პროდუქტები. კვირაში ერთი შეხვედრაა და არის დაახლოებით 2 საათნახევარი, 3 საათიანი შეხვედრები დაგეგმილი. რაც აუცილებელია, რომ ინტერაქტიულად, ჩართულობით და გუნდურობით უბრალოდ მსმენელები არ იყვნენ და შექმნან და აჩვენონ თავიანთი შრომის პროდუქტი. ამიტომ საბოლოო ჯამში პორტფოლიო არის ნამდვილად სერიოზული ინსტრუმენტი, არა მარტო უბრალოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის და წარმატებული კარიერისთვის, არამედ თვით შეფასებისთვის, იმიტომ რომ პროგრამის მნიშვნელოვანი ხაზი არის ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია, ემოციების მართვა, კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და თქვენი აზრით ეს ყოველთვისებაც ჩამოთვალეთ უკვე რაც ადამიანს უნდა ახდეს თან, უკვე ბავშვები ამ სკოლის დამთავრების შემდეგ და ამ სრული კურსის გავლის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ რა მომავალს დაადგებიან და რაში დაეხმარებათ მომავალში ეგ თვისებები რაც ამ სკოლაში უკვე შეითვისეს. ქართულ მოსწავლეებზე მე მგონი ახლა მივედით იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვეკოა სკოლის კონტექსტში ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი ხედვიდან გამომდინარე, უნდა დავაკავშიროთ რეალურ ცხოვრებას. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ვეკოა სკოლაში თქვენ არავინ არ გეკითხებათ, ასე ვთქვათ, თქვენი ნიჭის და უნარების გარდა, რას ფლობთ, ან ვისი შვილი ხართ, ან რა, ასე ვთქვათ, ქონებრივ მდგომარეობას ფლობთ. მე მგონი ესეა. ხო, არაფერი შეცვლა ჩემი დირექტორობის შემდეგ. ხო, შემდეგ, ხო, ანუ ამ სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ მოსავლე რას ქმნის, ის არის დამოკიდებული თავის თავზე, თავის შრომაზე და აქედან მოდის წარმატება. შემდეგი თემა არის რა გამოცდილება შევქმნით ჩვენ რამდენი წელი გავიდა უკვე 2007-ის შემდეგ ბევრი გავიდა, ხო? ესე იგი პროფესიის არჩევა. თავისუფლად ჩვენ 2007-შივე დავიწყეთ სხვადასხვა სტანდარტზე და პროგრამების ფუნქციონირება, შექმნა და განხორციელება, რისი დანიშნულებაც იყო მოსავლის პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა. რაც მოდით მარტივად წარმოვიდგინოთ, მე-7 კლასიდან იწყება ვეკოა სკოლაში სწავლა. მოსავლეს შეუძლია 6 ესეთი საინტერესო გამოცდილება შეიძინოს, ასე ვთქვათ, შეეჭიდოს და ჩაიხედოს სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა პროფესიაში. ჩვენ მაგალითად დავიწყოთ ერთ-ერთი იყო მაგალითად ჟურნალისტიკა და მე ვფიქრობ, რომ თქვენი ტელევიზიის არსებობაც აი იმ სტარტის ერთგვარი არაპირდაპირი, მაგრამ რაღაცა შინაარსობრივი გაგრძელებაა. და ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გქონდა ერთ-ერთი პირველები მინიმუმ ვიყავით მოსავლთა ფონდი. ანუ სკოლის ბიუჯეტში არასაბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყო თანხები და აი მე სპეციალურად წამოვიხედათ, სულ დამავიწყდა რომ თქვენც ბევრი გაქვთ ეს სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოში თუ სწორად მახსოვს 12 სიტუაციური მაგალითია მოყვანილი. და ერთის გარდა არის ყველა ამ სკოლის რეალობიდან ნახებული. მაყურებელს რო ვუთხრათ, ეს არის მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში. მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში. მოკლედ შეგვიძლია რომ თქვათ, ასე ვთქვათ, იმ პოტენციალის ეს შეიძლება გახდეს ის, რომ იმ პოტენციალის ბავშვს აქვს დაბადებიდანვე, იმ პოტენციალის რეალიზება ხდება ამ სკოლაში და ასე ვთქვათ, იმ საუკეთესო თვისებების და იმ საჭირო თვისებების, მნიშვნელოვანი თვისებების შეძენა, რაც უკვე ცხოვრებაში გამოადგება ყველა ადამიანს.
კი, ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა ექსტრავერტია თუ ინტროვერტი მოსავლე, აქტიურია თუ არა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ შევქმნათ გუნდები, როგორ დააბალანსონ ერთმანეთი, როგორ ნახონ ერთმანეთი და როგორ დაინახონ ერთმანეთის საჭიროება, იმიტომ რომ გუნდის ფილოსოფიაც ეს არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და გავდივართ საერთო შედეგზე. ხო, თავარი გზავნილი არის აი მიზან დასახულობა და ამისათვის სათანადო უნარჩვევების გამომუშავება. მთელი აქცენტი არის უნარჩვევებზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებზე და რაც თავარია შექმნაზე. შექმნა ეს არის ესეთი წითელ ხაზად გასდევს პროგრამას. და მან უნდა ბოლოში უნდა აჩვენოს რომ ის რაღაცას გეგმავს. ყველაზე ჩემი გადასახედიდან ყველაზე მომხიბვლელი ნებისმიერ მოსავლისთვის თუ მშობლისთვის და სკოლებისთვის ეს არის რომ ჩვენ ვცდილობთ რომ მოსავლე პროგრამის დასრულების შემდეგ კი არ დაასრულოს რაღაცა საქმიანობა, არამედ ეცადოს მერიტოკრატია თავის ირგვლივაც შექმნას და ეს კლუბის სახით იქნება, კონკრეტული პროექტის სახით იქნება თუ თვითმმართველობაში გააქტიურებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის იმ 9 თვიანი პროგრამის შემდეგ მოსავლემ გააგრძელოს აქტიურობა და რაც არის რეალურად წარმატებული საუნივერსიტეტო განათლების და კარიერის წინაპირობა, იმიტომ რომ შრომის ბაზრისთვის მზადება უნდა დაიწყოს ხელშეძლება ადრე. მე მახსოვს თუ არ ვცდები 2023 წელი იყო, ვეკოა სკოლის თვითმმართველობა მიიღო საპატიო სიგელი, ისინი ასე ვთქვათ კონკურსში ვერ მონაწილეობდნენ, რომელი იყო უკეთესი მოსავლეთა თვითმმართველობა რომელი სკოლის, იმიტომ რომ ისინი იყვნენ კონსულტანტების როლში და ეხმარებოდნენ სხვა სკოლის მოსავლეთა თვითმმართველობებს საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და ვესწრებოდი ამ შეხვედრას და ჩემთვის იყო ძალიან ესეთი უბედნიერესი წუთები, რომ ძალიან დიდი ხნის დატოვებული მქონდა სკოლა და ასე ვთქვათ ჩემი მოსავლეები, ჩემი სკოლის მოსავლეები იყვნენ აი ესე აღიარებულები, მათ გადასცეს მადლობის ნიშნად ეს ვიდეოშიც მოუხერეთ სერტიფიკატი. კი, მე მგონი ის ნამდვილად, იმიტომ რომ ეს იყო დემონსტრება, რომ ხო, ფიზიკა, მათემატიკურ სკოლაში თურმე ასე ვთქვათ სამოქალაქო ცნობიერება არის პრიორიტეტი. ვისარგებლებ შემთხვევით და მიმართავ თქვენს აუდიტორიას ამ სკოლის დღევანდელ მოსწავლეებს, ყველას ვინც ჩემს დროს თუ სხვა დროში ისწავლობდა ამ სკოლაში. სრული გულწრფელობით ბევრჯერ მithქვამს და ბევრჯერ ვიტყვი, რომ ჩემს ავტობიოგრაფიაში თქვენ რაღაცები ახსენეთ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ სკოლის დირექტორობა ალბათ ჩემს კარიერაში დარჩება ყველაზე საპატიო და საპატივცემულო პოზიცია. მით უმეტეს აი ეს წარმატებული 5 წელი რომელიც კოლეგებთან ერთად ჩვენ გავიარეთ, ეს იყო ახსილი სულ რაღაცა განვითარების პროცესი, სტაჟირებების პროექტები, უამრავმა ადამიანმა და უფრო მეტად ახალგაზრდამ შეძლო ამ სკოლაში ყოველგვარი რაღაცა ბარიერების გარეშე კარიერაში შესულიყო, რაღაც დაეგროვებია გამოცდილება და მე მახსოვს, რომ სტაჟირების პროგრამა დასრულებული არ იყო, ფაქტიურად ყველა საქმდებოდა. ნუ მოსავლეთა აქტიურობაზე ხლა გამაზე ძალიან ბევრი თქვა შეიძლება ამ სახელმწიფოში რა თქმა უნდა ვერ ჩაეტეოდა ეს ყველაფერი და თვითონ მოსავლეები არიან დემონსტრირებული. აქ ერთი რამე მინდა ხალხი გაუშვა, სწორად მინდა გამიგოს ყველამ ვეკვა სკოლას არასდროს არ აკლდა წარმატებული კურსდამთავრებულების. საქმე იმაში არის, რომ უბრალოდ აი იმ სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების შედეგად ამ სკოლის მოსწავლეები წავიდნენ ისეთ პროფესიებში, რომელშიც მანამდე უბრალოდ წარმოუდგენელიც კი იყო ამის, ასე ვთქვათ, მათი დასაქმება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის როცა გაქვს პოტენციალი, გაქვს ასე ვთქვათ, საკვანძო კომპეტენციები და მე შენი თავის რეალიზებას ახდენი, სადაც შენი შინაგანი სამყარო გიბიძგებს, ასე რომ ეს იყო ძალიან უნიკალური ცვლილება, რომ დღესაც კი ვხვდები მე ჩემს ყოფილ
მოსწავლეებს, რომლებიც არიან აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში, რაც მე ძალიან მახარებს. საბოლოოდ რო უთხრა ჩვენ მაყურებელს, ვინც დაინტერესდა ამ სკოლით, როგორ მოხდნენ ამ სკოლაში და როგორ გაიარონ ეს კურსი? ამ სკოლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არის როგორც სოციალურ ქსელში, ჩემ პირად ვებგვერდზე, წარმატების პლატფორმის ვებგვერდზე და იქ არის ინფორმაცია, აღწერა უფრო დეტალური აღწერა, ბუნებრივია ჩვენ ფორმატი ამისთვის არ იყო მოწოდებული და ასევე რეგისტრაციის ფორმა ყველა ტექნიკური აღწერაში ლინკსაც დაურთავთ ვიღაც. კი ბატონო, ყველა ტექნიკური დეტალი არის ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ მოხარული ვიქნებით თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ მერიტოკრატია არ არის რაღაცა ვირტუალური რაღაცა ოცნება. აი ბევრი არგუმენტით შეგვიძლია ჩვენ დავახასიათოთ, რომ მაგალითად ვეკოა სკოლა არის მერიტოკრატიის სკოლა, მერიტოკრატიულ პრინციპებზე ფუნქციონირებს. თქვენ კი ჩვენო ძირფად მატერიალი მაყურებლებო აღწერა შეგიძლიათ ნახოთ ლინკი, რადგან რითაც შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ ამ სკოლაში და ეს ასე ვთქვათ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი თვისებები, რაც უკვე ბატონმა ალუდამ ახსენა, შეიძინოთ ამ სკოლით. გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონ ალუდა საინტერესო საუბრისთვის ჩემი აზრით და მადლობა ვეკოა TV-ს უსურვებ წარმატებას სკოლას და ყველა მოსწავლეს ზოგადად ამ ქვეყანაში უსურვებ წარმატებას, წარმატებულ ცხოვრებას, ორად პროფესიის არჩევას და საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე, საკუთარი ნიჭის, უნარების, დამსახურების და მიღწევების ხარჯზე. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.